Panorama Tbilisi ახალი პროექტი, რომელსაც თანაინვესტირების ფონდი დააფინანსებს, როგორც დღეს გამართულ პრეზენტაციაზე გახდა ცნობილი, აშენდება 4 ახალი კომპლექსი, სოლოვაკის მაღლობი, სოლოვაკის ბაღები, თავისუფლების მოედანი და ერეკლე მეორეს მოედანი. თანაინვესტირების ფონდი ასევე დააფინანსებს 2 ჰესის მშენებლობას. საუბარია რძის გადამამუშავებელ და სასათბურე მეურნეობის პროექტებზე. ჯამში დამტკიცებული პროექტების ღირებულება $1 მილიარდ 300 მილიონი დოლარია. საინტერესო ახლებური ხედვა, რომელიც დედაქალაქში სასტუმროების კომპლექსის და საბაგირო სისტემის განვითარებასთან დაკავშირებით არის შემოთავაზებული და ეს ხედვა ერთის მხრივ მნიშვნელოვანია არა მხოლოდ როგორც ხედვა განვითარების თვალსაზრისით, არამედ სიახლე, რომელიც სხვაგან უნდა დაინერგოს შემდგომ. Panorama Tbilisis შემთხვევაში მომავალ კვირაში უკვე სოლოვაკის პროექტებთან მიმართებაში შევა თვითონ პროექტი დასამტკიცებლად მერიაში და შესაბამისად და როგორც დამტკიცდება დაიწყება წინასწარი სამშენებლო სამუშაოები. დანარჩენ პროექტთან მიმართებაში მაქსიმუმ 2 თვეში უკვე დაიწყება მუშაობა. მინდა აღვნიშნო ტურიზმის სექტორი, სადაც თვითონ განხორციელების სფეროშიც მოხდება სამუშაო ადგილების შექმნა და ხოლო უკვე პროექტის დასრულებისას უკვე შეიქმნება დამატებითი მუდმივი სამუშაო ადგილები. ასევე ეს დამატებით ხელს შეუწყობს ჩვენი ქალაქის მოწესრიგებას.